გაზეთვა და გაწმენდა იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ დღევანდელია. კურსი მოიცავდა 3 კვირას. 3 კვირის განმავლობაში ავღანელი ჯარისკაცები გადიოდნენ D-30-ის სისტემის ჰაუბიცის ტექნიკურ მომსახურებასა და შენახვას. ზემოთ აღნიშნულმა კურსმა წარმატებით ჩაიარა, რის შედეგადაც ავღანელ ჯარისკაცებს გადაეცათ სათანადო სერტიფიკატები. კურსი ზაბულის პროვინციაში ბაზა-იგლში გაიმართა. სწავლებაში ავღანეთის ეროვნული არმიის 4 ბრიგადის 60-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ როგორც ოფიცრები და სერჟანტები, ასევე რიგითი ჯარისკაცები. ეს წვრთნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მსგავსი ღონისძიებები საშუალებას აძლევს ჩვენ სამხედროებს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ნატო სტანდარტებს. მინდა მადლობა გადაუხადოთ თქვენს ქვეყანას და ქართველ ინსტრუქტორებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. გვირდებით, რომ ავღანელი სამხედროები სწავლების დროს მიღებულ ცოდნას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებენ. მსგავსი სწავლებების დროს ავღანური არმიის ჯარისკაცები დიდ გამოცდილებას იღებენ. როგორც სწავლების დასრულების შემდეგ ჩემმა ოფიცრებმა მომახსენეს, წვრთნები ეფექტურად და წარმატებულად წარიმართა. ქართველი ინსტრუქტორები პროფესიონალიზმითა და მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან. ავღანური მხარე აფასებს თქვენ ძალისხმევას ჩვენი უსაფრთხოების ძალების განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.